გამარჯობა. გამარჯობა, მოიწერეთ ხმა თუ მუშაობს. ხახნო ეგეთ შეკრებებზე ხშირად არ არის ხოლმე კარგი კავშირი და ვამოწმებ, მოიწერეთ თუ მუშაობს ხმა. მთავრობის ადმინისტრაციის წინ დგავარ აქციაზე. გამარჯობა. არა სისასტიკეს მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ხალხია და ძალიან ბევრი ცხოველია. ესეთი ძალიან ხალხმრავალი აქციაა, იმედი მაქვს ზევიდან გვიყურებენ კი არა, დარწმუნებული ვარ გვიყურებენ. ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი, რასაც აქ ვისმენ ადამიანები, გადადებული აქვთ წლები ძაღლების მოვლაში და თუ ეს სფერო კიდე რაღაცა მესამე კატასტროფაში არა ვართ, ეს არის მოქალაქეების დამსახურება, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობით, ცხოვრებით, ოჯახები ულიან ამ ძაღლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ესეა. აქ არის ძალიან სერიოზული პრობლემები და გორში რაც მოხდა, ეს არის მხოლოდ პატარა სიმპტომი ამ პრობლემების. დავიწყებ ჯერ გორზე. ესე იგი, პირველ რიგში მარტივად არის რომ დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა გორში. როგორ ამოიღონ უნდა კამერების ჩანაწერები და ამოიღონ უნდა სამხრე კამერების ჩანაწერები. ძალიან მარტივია. თუ უნდა ვინმეს გაიგოს სიმართლე, ამოიღონ ეს ჩანაწერები, ატვირთონ ლინკზე, 2 წუთში მივხვდებით ნამდვილია თუ დაჭრილია თუ ასე შემდეგ. თანამედროვეობაში ამის გაკეთება არ შეიძლება. მთელი ღამის ჩანაწერები დაგვიდონ, სამხრეები და ასევე ტერიტორიის და გავიგებთ რა მოხდა. ერთი, რატომ? იმიტომ რომ ამის დაშვება არ შეიძლება. იქ სადაც სისასტიკე არის ჩვეულებრივი ნორმა. ცხოველის მიმართ, იქიდან ერთი ნაბიჯია სისასტიკე ადამიანის მიმართ. ჩვენ უკვე აქა ვართ და თქვენ თუ შეხედავთ, რა ვიცი, ყველაზე დიდი სასტიკი რეჟიმების ისტორიას დაინახავთ, რომ ერთად მიდის ეს ორი თემა. სისასტიკე ცხოველის მიმართ, პირდაპირ კავშირში ადამიანების მიმართ. ამის დაშვება, ამასთან შეგუება არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ზუსტად ხალხის ზრუნვამ, ანუ საკუთარი ჯიბიდან ამოღებულმა დრომ და ლარებმა გადაარჩინა ეს სფერო აქამდე. რაც შეეხება ახლა რა უნდა გაკეთდეს? სტერილიზაცია. ეს ხალხი, ესე იგი 1000 პროგრამა არსებობს, 1000 შეთავაზება არსებობს, 1000 ადამიანი ერთი და იგივეს იმეორებს. რატო არ კეთდება ეს ნორმალურად? რატო არის ისევ არაკომპეტენტური და უგულო ადამიანების ხელში ეს სფერო? რატო არის? იმიტომ რომ სტერილიზაცია არის აქამდე იყო რამდენი წელი ეს პრობლემა აქამდე ხო არ მოვიდოდა. აი ახლა გორის თავშესაფარში რო ვიყავ, ერთი ძაღლი და 6 ლეკვი გარშემო. ვეკითხები, რატო არის ეს 6 ლეკვი? რატო არის ლეკვები აქ და არ გვაძლევენ მაგის ფულს? მეუბნება ისა თავშესაფრის თანამშრომელი. ეს სფერო ეხლა ძაღლები, რომლებიც ადამიანებს გამოზდილი ყავს და მიკედრებული ყავს 2 წელი, 3 წელი, აგერ ქალბატონი მიყვებოდა 11 წელი. კუპატა ხო გახსოვთ ყველას, აი ყველას უყვარდა ეს კუპატა საწყალი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხო? კუპატა, ანუ წარმოიდგინეთ, იქ ცხოვრობს, უვლიან, ყველა იცნობს და უცებ რომ ვიღაცამ ხელი მოკიდოს, წაიყვანოს და გააქროს. ეხლა აი ვისაც ძაღლი არ ყავთ, წარმოიდგინეთ ეს რა იქნება. იმ კორპუსისთვის და საერთოდ ყველასთვის. ეს ხო არ შეიძლება ამის დაშვება. ამიტომ სერიოზული ჯერ ერთი ეს გადაწყვეტილება მოვიდე და იქიდან უნდა გააქრო ძაღლები, ეს უნდა გაუქმდეს, უნდა გააქტიურდეს სტერილიზაცია, აქ უნდა ჩაიდოს ფული და აქ უნდა იყოს სამოქალაქო მონიტორინგი. ანუ მოქალაქეებთან ერთად უნდა ჯერ ერთი ხდებოდეს ძაღლების აღრიცხვა. აი ხა კითხვა რო დავსვა. რამდენი მიუსაფარი ძაღლია საქართველოში? ვინ გამცემს ამაზე პასუხს? ხალხის გარდა არის ვინმე, ვინც გამცემს ამაზე დაფუძნებულ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ პასუხს? არ მგონია. იმიტომ რომ ეგ თუ დაგვითვალეს 2 წუთში დადგება კითხვა, რომ ეს ძაღლი მანამდე ან რატო მოიმატა? ხო? ესე იგი ხო შენი პასუხისგებლობა რომ მოიმატა ამის შემდეგ, რა? სტერილიზაცია, სამოქალაქო კონტროლი ამ სფეროში და ამ გზით გაუქმება იმ კანონის, რომელიც მიხედვითაც უნდა მოკიდო ძაღლს ხელი, სადაც ცხოვრობს წლების განმავლობაში და გააქრო. შეოხერო, მერია შენია, დასუფთავების სამსახური შენია, მილიონობით თანამშრომელი ყავს ამ მერიაში, მიდი და დაალაგე მერე.
მიდით და თუ რატოა ეგ პრობლემა? ადექი და დაალაგე, დასუფთავების გადასახადს ყველა ვიხდით აქ. და რაც მთავარია, სტერილიზაცია სოფლებში. ეს სამსახურები უნდა მივიდნენ ხალხთან და არა ადამიანი, რომელიც სოფელშია, დაკავებულია, მთელი დღე მუშაობს. იმან რომ ეხა საკუთარი ჯიბიდან ფული ამოიღოს და საკუთარი ძაღლი გაასტერილიზოს და იქ მიიყვანოს, ხალხო ვისა აქვს ამის საშუალება 300 და 400 ლარი. ხალხი ითვლის 5 და 6 ლარს. ამის საშუალება არ არის. ამიტომ ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფო. ეს უნდა იყოს უფასო. ორ წუთში მოგვერდება ეს პრობლემა, ეს რომ იყოს უფასო. და რამე წახალისება რო იყოს, რომ გაასტერილიზე რაღაცა ვაუჩერი შენ ზევიდან. და ნორმალური მოგვარება ზრუნვით და არა რაღაცა რკინის ხელით, რომელიც თან არ მუშაობს. აი როგორ შეხედეთ რამდენი ხალხია, რამდენი ადამიანი ნერვიულობს ამ თემაზე. რამდენი ადამიანი ნერვიულობს ამ თემაზე, შეხედეთ. მოკლედ, იმედი მაქვს გონიერების და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს აი ამ ხალხის სოლიდარობის, რა ვიცი. ამაყივა, რომ ეს თემა აი ძალიან კარგად ჩანს, როგორც შეუძლიათ ქართველებს მიადგნენ და რაღაცა თემა თავის თავზე აიღონ, თავისი ზურგით თვითონ აწიონ. დროებით.